უჩინარი კაცი, ასე უწოდებდა წმინდა ილია მართალი პირველ ქართველ მესურათ ხატეს ალექსანდრე როინაშვილს. კაცს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ქართული კულტურის განვითარების თვალსაზრისით უამრავი სასიკეთო საქმის გაკეთებას მოახმარა. ღონისძიების ფარგლებში გამოფენასთან ერთად გაიმართა ფოტოხელოვანის წიგნის პრეზენტაცია. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ალექსანდრე როინაშვილის სამუზეუმო ნივთები, რომელიც მე-19 საუკუნით თარიღდება. სამუზეუმო კოლექცია მოიცავს როგორც ისლამურ, ასევე კავკასიურ, ქართულ, აზიურ და ევროპულ ნივთებს. ალექსანდრე როინაშვილი ფოტოგრაფიას და სიძველეების შეგროვებას ერთნაირად უყურებდა. ძალიან უყვარდა ეს ორი საქმე. ის აგროვებდა ამ სიძველეებზე ისტორიულ ნივთებს მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მას შეექმნა მუზეუმი. და შემოსასვლელში ვკენახავ დიდ წერილს, რომელიც როინაშვილის მიერ არის გაკეთებული, თუ რა არის მისთვის მუზეუმი და საერთოდ რას წარმოადგენს მუზეუმის ფორმა. დღევანდელი პროექტის მიზანი იყო, რომ გაგვეკეთებინა იდენტიფიცირება ყველა იმ ნივთისა, რომელიც როინაშვილის საკუთრება იყო. მან მთელი თავისი ქონება გადასცა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, ძალიან დიდი ქონება. ნაწილი ქონებისა, ანუ ნეგატივები და ფოტოგრაფია დაუთმო ექვთიმე თაყაიშვილმა დიმიტრი ერმაკოვს და სამწუხაროდ ქრება ამის მერე მისი გვარი, მაგრამ ჩვენ მაინც შევძელით და ვიპოვეთ ძალიან ბევრი ფოტო ალექსანდრე როინაშვილის გაკეთებულია. კიდევ მოვიძიეთ 3 ალბომი, რომელიც მის მიერ არის შედგენილი და ზედ აწერია კიდევაც, რომ ფოტოგრაფია არის როინაშვილი. საჯარო ბიბლიოთეკაში ჩვენ მოვიძიეთ ბატონ ლევან თახტაგიშვილის დახმარებით, მოვიძიეთ კატალოგი, რომელიც გაკეთებულია თვითონ ალექსანდრე როინაშვილის მიერ და ამ კატალოგის მიხედვით ჩვენ დეტალურად შეგვიძლია უკვე ყველაფრის იდენტიფიცირება გავაკეთოთ, რაც მის კავკასიურ მუზეუმში იყო. ალექსანდრე როინაშვილმა უაღრესად ღირებული ფოტომემკვიდრეობა დაგვიტოვა. რომ შევადაროთ იმ პერიოდის ქართული და ევროპული ფოტოგრაფია, ვნახავთ, რომ ქართული ფოტოგრაფია ზუსტად იმავე სიმაღლეზე დგას, რომელზეც ევროპული. ფოტოხელოვანის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება თავისივე ანდერძის მიხედვით წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცა. მალევე მისი ფოტოსალონიც დაიხურა და ფოტოებისა და ნეგატივების უმეტესობა გაიყიდა. სამუზეუმო ექსპონატები კი სხვადასხვა მუზეუმს გადაეცა. ეს არის, რა თქმა უნდა, დიდი პროექტის ნაწილი, რომელიც ქალბატონმა ლიკა მამაცაშვილმა დაიწყო, გამოვიდა 2 წიგნი უკვე, რომელიც ალექსანდრე როინაშვილს როგორც ფოტოგრაფს ეხებოდა და აი მესამე წიგნში ჩვენ შევეცადეთ, რომ უკვე მოგვეხდინა იმ ექსპონატების იდენტიფიკაცია, რომელიც ჩვენ ვიცოდით, რომ ალექსანდრე როინაშვილს ეკუთვნოდა. ქრონოლოგიური პერიოდი და გეოგრაფიული პერიოდი ამ ნივთების არის ძალიან ფართო. ეს არის აქ არის არქეოლოგიური ერთი ნივთი წარმოდგენილი, ეს არის ახალი წარსულის მეორე საუკუნიდან დაწყებული, მე-19 საუკუნით დამთავრებული. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში გაგრძელდება ეს ჩვენი მუშაობა, იმიტომ რომ ცნობილია, რომ მას 800-მდე ნივთი იყო მის მუზეუმში დაცული და ამ 800 ნივთიდან ჯერჯერობით მხოლოდ 150-ის იდენტიფიცირება მოხდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ეს აჩვენებს არა მარტო ამ ჩვენსანიშნავ ნივთებს, აჩვენებს ხედვას. იმ ხედვას, რომელიც ჰქონდა ალექსანდრე როინიშვილს და რომელიც აქტუალურია დღესაც, რომ მუზეუმი იყოს სოდნის გავრცელების ადგილი და ბევრ მის სიტყვებზე მსოფლიოს ნებისმიერი მუზეუმის დირექტორი მოაწერდა ხელს. ასე რომ ეს არის ერთის მხრივ ძალიან ძველი, მაგრამ მეორე მხრივ არის ძალიან აქტუალური. აქტუალური, რომ მუზეუმი იყოს სოდნის ცენტრი და ეს სოდნა ვრცელდებოდეს. მე აღფრთოვანებული ვარ ამ გამოფენით, რომ ისეთი მასალაა თავმოყრილი. კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, რომ ერთ კაცსაც კი შეუძლია, რომ უმნიშვნელოვანესი საქმე გააკეთოს. ალექსანდრე როინაშვილის ესეთი თავდადება, ინტერესი ამ ყველაფრისადმი და მან სწორედ მისმა ცხოვრებამ მოგცა ჩვენ დაგვიტოვა უზარმაზარი საგანძური. მიუხედავად იმ დიდი დაფასებისა და პატივისა, რაც ალექსანდრე როინაშვილს ქართველი ხალხისგან სიცოცხლეში ვეერგო, მომავალი თაობებისათვის მისი სახელი ჩრდილში მოიქცა. წმინდა ილია მართალი ივერიაში წერდა: ალექსანდრე როინაშვილი მოუკვდა თავის ერს, მოუკვდა ქართველობას, რომლის ბედი და უბედობა თავის საკუთარ ბედად და უბედობად გაიხადა და ამის მერე სხვა საგანი ცხოვრებისა არ ჰქონია. როგორც ეხლას ჩანს და როგორც განსვენებულმა დაამტკიცა მთელი თავის ცხოვრებით და თავისი ანდერძით. სამწუხაროა, რომ მისი გარდაცვალებიდან 100 წელზე მეტია გასული და ის დღემდე უჩინარ კაცად რჩება.